ეს განვიხილავთ ტკივილი ტუალეტების 57 ეპიზოდს, ასე რომ მოდით დავიწყოთ. 57 ეპიზოდი იწყება იმით, რომ სამი კამერამენი შეშინებულები იყურებიან სახურავიდან. მას მყოფი კამერამენის თუ კარგად დავაკვირდებით, ის არა მარტო შეშინებულია, ამავდროულად ძალიან დამწუხრებულიც არის. ეს ფაქტი კი გამოიწვია ინფიცირებული ტიტან სპიკერმენის დაბრუნებამ, რომელმაც მის ნახევარი გუნდი მიწასთან გაასწორა. შემდეგ კი ხედავთ ინფიცირებული ტიტან სპიკერმენს, რომელიც კლავს მაღალ სპიკერმენს და კამერამენებს. შემდეგ კი ხედავთ კამერამენების გამოგონილ იარაღს და ხედავთ, რომ ისინი ამ იარაღით ცდილობენ მის განკურნებას, მაგრამ კამერამენებისთვის ეს კარგად არ მთავრდება. ჩვენ ამ ეპიზოდში გავუგეთ ისიც, რომ ეს იარაღი ტიტან სპიკერმენზე არ მუშაობს, რადგან ტიტან სპიკერმენი ამ იარაღზე გაცილებით ძლიერი არის. მაგრამ რეალური ბრძოლა იწყება მომენტში, როდესაც ტიტან კამერამენი მოდის და ხედავთ იმას, როგორ უპირისპირდებიან ორი ტიტანი ერთმანეთს. როდესაც ტიტანის კამერამენი მოვიდა ტიტანის სპიკერმენს ხელთ ანიშებს, რომ მეც ვეღარ განადგურებს. მოკლედ აქ ტიტანის სპიკერმენი, რომელიც ინფიცირებული არის, სერიოზულ შარში იჩიტება. ასევე ჩვენ აქ შეგვიძლია დავინახოთ საიდუმლო აგენტი შენობის თავზე ტიტანის კამერამენის გვერდზე და ის უბრალოდ დგას, იყურება, თითქოს არაფერი სიგიჟე არ ხდებოდეს გარშემო. ტიტანის კამერამენის გამოსვლისთანავე მისი ჯავშანი წევს მისი ბითვის დაფარვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით ეს ფაქტი ეპიზოდი 50-დან და ეპიზოდი 51-დან, რომ მისი ბირთვი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. მაგრამ როდესაც ტიტანის სპიკერმენისკენ მიდის, ის ფარავს მას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მისი სუსტი ადგილია და ტიტანის სპიკერმენთან მისი ეს ძალა არ გამოადგება, რადგან შეიძლება მოკდეს ან ძალიან დაშავდეს. ასევე, როდესაც ტიტან კამერამენიც იქნევს, შემდეგ ტიტან სპიკერმენი მუხტავს თავის იარაღს, მაგრამ როდესაც ის ისვრის, ჩვენ ვერ ვხედავთ ჭურვებს. ეს სავარაუდოდ გარკვეული ტექნიკური სითულის გამო არის. ტიტანის სპიკერმენი იბრძვის ჭკვიანურად და ზემოთ მიმფრინავს, რომ შოვიდან ესროლს, მაგრამ ტიტანის კამერამენი იყენებს მაგნიტს, რომელიც გამოიყენა 50 ეპიზოდში და ტიტანის სპიკერმენს მთელი ძალით ანარცხებს ძირს. მაგრამ ტიტანის სპიკერმენი ახერხებს ძალიან სწრაფად ადგომას და ცდილობს თავის დაცვას თავისი დინამიკებით. და ის სულ ოდნავ წევს ამით ტიტან კამერამენს, მაგრამ ეს არ ნებდება ამით და ის მთელი ძალით ანარცხებს მიწაზე ტიტან სპიკერმენს. ამ მომენტში კი ცხადია, რომ ტიტან კამერამენი გაცილებით ძლიერია ტიტან სპიკერმენზე და ის გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. მაგრამ ამის მერე ბრუნდება ახლად განახლებული ჯიმენის კიბილი ტუალეტი და ხედავთ, რომ ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ხედავთ იმასაც, რომ მას უკეთია თვალებზე სათვალეები, რადგან 57 ეპიზოდში ტიტან TV-მენმა განადგურა მისი ლაზერული თვალები და მას შემდეგ მას არ შეუძლია ლაზერული თვალების გამოყენება. მაგრამ ჯიმენს მაინც გააჩნია ლაზერის იარაღები და ხედავთ, როგორ იყენებს მის ლაზერის იარაღებს ტიტან კამერამენზე შესატევად. მაგრამ ტიტან კამერამენი ამას უძლებს და მთელი ძალით ხდება მისკენ. შესაძლოა აქ ეგონა, რომ ის დაზიანდებოდა, მაგრამ არა, აქ ეს სევდიანი ნაწილი არ არის. ჩვენ აქ ხედავთ ტიტანის სპიკერმენს, რომელიც მუხტავს თავის ფლასტერებს და კამერამენი ადიდებს მის უკანა შენობის თავს. და ვხედავთ მისკენ მთელი ძალით მიმავალ სატუმ კამერამენს, რომელიც აფრინდება ზურგში ტიტან სპიკერმენს პარაზიტის მოსაცილებლად, მაგრამ ეს ცელობა მას წარუმატებლად გამოვიდა, რის შედეგადაც ის ინფიცირებულ ტიტან სპიკერმენს თავის სატუმებს ესწრის სახეში და არ ვიცი როგორ დაეხმარებოდა მას, მაგრამ ამის გამო ტიტან სპიკერმენი მწარდება და ანადგურებს ამ გმირ კამერამენს. შემდეგ კი მიწაზე ისვრის. შემდეგ კი ვხედავთ ტიტან კამერამენისა და ჯიმენის სასტიკ ბრძოლას. ასევე ვიღახ ტიტან კამერამენი ისევ იყენებს იმ ჩაქურს, რომლის გამოყენებაც მას შეწყვიტა წინა ეპიზოდებში, მაგრამ მანამდე ის იყენებს მისი ბირთვის ძალას ჯიმენის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, მას დიდი ზიანი არ მოაქვს, გარდა მცირედი დამწვრისა მის სახეზე. გარდა ამისა, 20 ტიტან კამერამენი მას ჩაქურს უტყავს, ხედავთ, რომ ჯიმენი ფეთქდება, მაგრამ ის ამითაც არ მომკვდარა. საფეთქების შემდეგ ტიტანის კამერამენი მთელი სისწრაფით მიმფრინავს ტიტანის სპიკერმენისკენ და მას ძლიერ ეჯახება. და ისევ ძირს ანარცხებს, როგორც ჩანს, ტიტან კამერამენმა დაინახა, თუ როგორ დააზიანა თავის საყვარელი კამერამენი, რის გამოც ძალიან გაბრაზებული არის ტიტან სპიკერმენზე. ამის შემდეგ კი ჩნდება ხანჯლებიანი ტკივილი ტუალეტი, რომელიც თავდაპირველად გამოჩნდა 57 ეპიზოდში. როგორც კი ტიტანის კამერამენი უკან ბრუნდება, ის ეგრევე ესხმის მას თავს. მაგრამ ტიტან კამერამენს ისეთი გაუმჯობესება აქვს თავის აბჯარზე, რომ მას ნამდვილად არ ადარდებს სამხმელების ჩარჯობა. შემდეგ ტიტან კამერამენი ხსნის ამ ტუალეტს ნიღავს და ხელებით უჭყლიტავს თავს. ხოლო შემდეგ კი ხედავთ პარაზიტს, რომელიც მისკენ მიმფრინავს და რეალურად ეს პარაზიტი ტუალეტი დაეშვა კიდევაც მის თავში, მაგრამ ტიტანის კამერამენმა უსწრაფესად შეძლო მისი მოშორება და განადგურება. ხოლო ამასობაში ტიტან სპიკერმენი დროს იხელთებს და მუხტავს მის პლასტერებს და ესვის ტიტან კამერამენს. ის შედეგადაც მან ვეღარ შენარჩუნა თავი და ლამის დაეცა. ტიტანის სპიკერმენი არ ჩერდება და აგრძელებს სროლას, მაგრამ სანამ ის ესვრის, TV-უმენი ტელეპორტირდება მის ერთ-ერთ დინამიკზე და სხვა შორის ის აქ პირველად გამოჩნდა 54 ეპიზოდის შემდეგ.
და ეს სპეციალურად შეიძლება ასეც იყო ჩაფიქრებული, რადგან 56 ეპიზოდში TV Man-ისი გამოუყვებოდა თითქოს მათ უნდათ ამ საქმის თავიანთ თავზე აღება. შესაძლოა ეპიზოდში TV Man-ი ამ დროს TV Woman-თან გადატელეპორტირდა და მოახსენა ამბები, რის გამოც TV Woman-ი შეუერთდა ბრძოლას. TV Woman-ი ხდება ტიტან სპიკერმენის კისერში, სადაც მას პარაზიტი ჰყავს და მოშორებას ცდილობს, რის შედეგადაც ტიტან სპიკერმენი ცდილობს TV Woman-ის მოშორებას და რომელად ტიტან კამერამენი სპიკერმენს მხოლოდ TV Woman-ი ვერ შეაჩერებდა, რა თქმა უნდა. ამის მერე ჩვენ ვხედავთ ჯიმის და ვაუჩენთ, რომ მან დაკარგა ცალისკული ლაზერი, მისი სახე კი დამწვავე და სისხლიანი არის. ის ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთ დაზიანებული, როგორც ამ ეპიზოდში არის და როგორც ჩანს, ის ნამდვილად გაბრაზებულია. როდესაც ის აპირებს, რომ ზურგიდან შეუტიოს ტიტან კამერამენს, მას ყურადღებას ატანებენ კამერამენი და კამერავუმენი, რომელიც დაბრუნდა. და რა თქმა უნდა, ის ასევე ხედავს, რომ ტიტანის სპიკერმენი განიკურნა, ამიტომ გააწყვეტს უკან დახევას. ხოლო ბრძოლის დამთავრების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ TV Woman-ი ხდება ტიტანიდან და გადასარჩენად მიდის სატუმბი კამერამენისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ ჩვენს საყვარელ უბრალო კამერამენს, რომელიც მარჯვნივ ნაგროვების ქვეშაა მოყოლილი და ის მაინც ცდილობს TV Woman-ის ყურადღების მიპყრობას. ამჯერად მას გადაჩენა სურს, მაგრამ ის იჭერს სატუმბ კამერამენს. ის ვერც კი ამჩნევს უბრალო კამერამენს და ამის შემდეგ ვხედავთ, რომ უბრალო კამერამენს იმედები მთლიანად დაეკარგა. TV Woman-ის წასვლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ტიტანის სპიკერმენი საბოლოოდ ფხიზლდება და მას საბოლოოდ აშორებენ პარაზიტს, რის შედეგადაც გულიანად ანადგურებს პარაზიტს ჩვენი ტიტან კამერამენი. ასევე ტიტან სპიკერმენის ფირთვით უბრუნდება მის ორიგინალ ფერს, მაგრამ როგორც ჩანს გამოფხიზლების შემდეგ ტიტან სპიკერმენს არაფერი ახსოვს და როგორც ჩანს არც კი იცის სად არის. ვხედავთ, რომ ის აქეთ-იქით დაბნეული იყურება და გადაწყვეტავს გამონაპარაკების გარეშე გაფრენას. ხოლო ეპიზოდის ბოლოს კი ჩვენ ვხედავთ, რომ ტიტანის კამერამენი ბრუნდება თავის ნორმალურ რეჟიმში და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურება, მაგრამ მაინც ამ ტიპს მაინც არ ანაღულებს სხეულზე ჩაჭობილი ხანჯლები. და მეგობრებო, დღეისათვის ასეთი იყო დღევანდელი ვიდეო, ჩემი აზრით ეს ეპიზოდი გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეპიზოდი, ხოლო სულ თუ არაფერი ამ ეპიზოდში ჩვენ დავუბრუნდით ტიტანის სპიკერმენი. ხოლო შენ კი თუ გსურს მეტი საინტერესო ვიდეო და მეტი საინტერესო ფაქტები სკიბიდი ტუალეტებისა და Brawl Stars შესახებ, აუცილებლად გამოიწვევ ჩემი არხი. მე დავუბრუნდები, რა თქმა უნდა, ისევ ძალიან მალე, ასე რომ დროებით.